თავდაპირველად თქვა მთავარი წინადადება არის ამგვარი. ყოველთვის თევზი ყოველთვის თავიდან ყარს. ასე მაგალითად სტალინის ხელისუფლება, სტალინის საბჭოეთი თავიდან ყარდა. სტალინი იყო პირველ ყოვლისა აყროლებული უფრო. და უკვე შემდგომ შეგვეძლო გვესაუბრა პოლიტბიუროს უკლებრივ ყველა წევრზე. სტალინი იყო მთავარდამნაშავე იმ ყველაფერში, რაც ხდებოდა, როცა მოვიდა ის 20-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელად, ვიდრე 53 წლამდე ხრუშოვი იყო დამნაშავე, ვიდრე ის იყო გენერალური მდივანი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა, მერე უკვე ბრეჟნევი და ასე შემდეგ გამოყვეთ პუტინის რუსეთის აყროლებაც დაწყებულია ცხადია თავიდან, ანუ ჯერ პუტინი ყარს და მე დანარჩენი ტანი ამ რუსული სიომგა სიომგას თევზია, მაგრამ ნუ არ ვიცი რა დავარქვათ ახლა, ტავსტალობიკი, სქელშუბლა ალბათ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ცხადია ყარს თავიდან, ანუ ჯერ ბიძინა ივანიშვილი არის აყროლებული და მერე მთელი მისი ტანი დამოუკიდებლად იმისა, რომელ ეტაპზე გამოცვლის რომელიმე პირს დავაპაუზოთ ერთ წუთს რაგვარია ეს გენერალური პროკურორის ბრიფინგი კვარაკაძე ხო თუ არ ვწდებით რაგვარიც არის გამიშრება გაჩვენებთ ამ კადრებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში თუ მას არ მივიღებთ ხედველობაში ჩვენ საქართველოს ყავდა რამდენიმე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წავიდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილის ახლანდელი ფავორიტების განცხადებით. უკვე შემდგომ გიორგი კვირიკაშვილი ეკლესიაში არ წასულა, მაგრამ რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, თავისთვის არის გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა ჩვენ ვიცით რომ მას უკავშირდებოდა ერთი ხანობა მაინც გარკვეული ფინანსური სკანდალები იქ დღეგების საქმე და ასე შემდეგ. შემდგომი პრემიერ-მინისტრი იყო მამუკა ბახტაძე, რომლის ალი და კვალი არავინ იცის, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მანამდე ის იყო წაგებაზე რო გავიდა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ქვია, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი და დღემდე რომ ვერ ამუშავებულა ეს ჩვენი რკინიგზა, კარგად ვიცით ჩვენ არადა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების კი არ მივტირით მაინც და მაინც, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ეს კომპანია, ეს საწარმო იყო, ეს კომპანია იყო მომგებიანი, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ 400-600 მილიონ ლარსაც კიტოვებდა ბიუჯეტში ყოველწლიურად, მოვიდა თუ არა ბახტაძე, ეგრევე გადაანადგურა მეთქი მესმის რაღაც გარკვეული ფინანსური დაინტერესებები იყო მიხეილ სააკაშვილის კომბინაციები იყო შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში რკინიგზის მმართველობაში და აღმოფხრა რაღაც კორუფციული სქემები თუ რაც აღმოფხრა მამუკა ბახტაძემ თუ აღმოფხრა ისიც, მაგრამ ფაქტია რომ ეს კომპანია არის წამგებიანი აგე უკვე 13 წელიწადია, 14 წელიწადია ფაქტია. უკვე შემდგომ გიორგი კი არა ერქვა იმას ბახტაძეს, მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლა გიორგი გახარიამ და ჩვენ თუ ვიცნობთ ერთ კორუმპირებულ მინისტრს, აი ახლა ჩვენ ვილაპარაკებთ უკვე მეორე არაკორუმპირებულზე, მაგრამ სისხლის სამართლის დამნაშავე რომ შეიძლება იყოს იმ პრემიერ-მინისტრზე, ერთს ვიცნობთ ღარიბაშვილის სახით აგიგითხარით, რომელიც მეორეჯერაც გახდა პრემიერ-მინისტრი, თავის კახელების ბანდით, კლანით, რა ვიცი რაც ქვია, თამაზაშვილებით და ასე შემდეგ და გიორგი გახარიამ ჩაანაცვლა მამუკა ბახტაძე, სხვათა შორის აი ცნობილ 20 ივნის, რასთან დაკავშირებითაც ედავება ეს კაცი გენპროკურორი და თლიანად სახელმწიფო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, უკვე მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. გახარია წავიდა და გახარიას ნაცვლად მოვიდა, ვინ მოვიდა გახარიას ნაცვლად, გაიხსენეთ, ისევ და ისევ ირაკლი ღარიბაშვილი, ანუ ირაკლი კობახიძემდე ბოლო პრემიერ-მინისტრი მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი იყო, აკი ამასაც უკავშირდება, ამ პერიოდს უკავშირდება ის კორუფციული სკანდალები, რომლებშიც ედავება მას დე-ფაქტო ხელისუფლება და ახლა არის პატიოსნების ცხადია ბჭყალებში, უნდა ჩავსვათ ეს სიტყვა, პატიოსნების განსახიერება ირაკლი კობახიძე. მოკლედ აღმოჩნდა, რომ აყროლებული თევზის ტანიც ყარს
და ამ აყროლებული თევზის ტანიდან 2 პრემიერ-მინისტრი 4-დან, ხო, ესე იგი ბახტაძე, კვირიკაშვილი, გახარია, ღარიბაშვილი 5, ოკეი, კობახიძე 5-დან 2 სისხლის სამართლის დამნაშავეა. 1 და 2 და გამოხდება ხანი და ვინიც ის იქნება გიორგი კვირიკაშვილიც აღმოჩნდეს კობახიძისეული გააზრებით სისხლის სამართლის დამნაშავე, ვინიც ის იქნება მამუკა ბახტაძეც აღმოჩნდეს კობახიძისეული გააზრებით სისხლის სამართლის დამნაშავე, რამე კომისიას შექმნიან ან გენპროკურატურა ვითარცა სამართლიანი მათ წინააღმდეგაც გაილაშქრებს და გამოხდება ხანი და გარწმუნებთ, ამაში კი ნამდვილად გარწმუნებთ, რომ გამოხდება ხანი და ირაკლი კობახიძეც აღმოჩნდება ან კორუმპირებული, ან სისხლის სამართლის დამნაშავე ეჭმიტანილი, სხვა მიმართულებით ალაუფლების გადამეტება და ასე შემდეგ, არ ვიცი. ნახოთ. ახლა ვიდრე განვაგრძობდე მსჯელობას ამ რაგვარია გევარაკაძე, გვირაკაძე, გვარაკაძე. გვარაკაძეს მე ხო ვერ ვიმახსოვრებ გვარებს. ამ გენპროკურორ კაცს მოусმინოთ. სწორედაც რომ გახარიაზე. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ერთი პირის გვარი მახსოვს მაკო გომურზია საუბარი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე საუბრობს და ერთი პირის გვარი არის მაკო გომური, რომელმაც მართლაც დაკარგა ერთი თვალი. ხო, მეორე პირის გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს. სწორია, ნახეთ როგორ ვიტყვი, სწორია გენერალური პროკურორი და კობახიძის გენერალური პროკურორი და კობახიძის ხელისუფლება. დიახ, განზრახ დაზიანება 2 პირის ჯანმრთელობისა, ამაში შეიძლება მიედავო გიორგი გახარიას, მით უფრო რომ გენერალური პროკურორი მე უაღრესად საინტერესო. ნახეთ, აი, ეხლა თითქოს ვამართლებ, ოღონდ მხოლოდ თითქოს გენერალურ პროკურორს მის ამ პასაჟებს, თუმცა რაღაცო ვამბობ, რომ თითქოს ვამართლებ, მერქი, იმიტომ რომ სხვა რაღაცებიც არის სათქმელი, ნახევარი სიმართლე არასოდეს არ არის სიმართლე, რომ ვიცოდეთ და კი, მართალია, განზრახ მოხდა ეს ყველაფერი, უფლებამოსილებას გადაამეტა პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გიორგი გახარია, გიორგი გახარია უკლებლივ ყველაფრის ღირსია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც თითქოს ასეა და გეტყვით იმიტომ რომ და ჯერ მოусმინოთ გენპროკურორს და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. პირველი ეპიზოდის შესახებ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში პარლამენტის სასახლისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა. აბსოლუტურად სწორია. სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი 24 წელს, აბსოლუტურად სწორია, ბოდიშ ვიხდი გავუთიშოთ, პატიცებულ გენერალურ პროკურორს ხმა კი არა კადრი გავაჩეროთ, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, მოკლედ მარტივად რო ვილაპარაკოთ და თითქოს აი ახვა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ამ ყველაფერს თითქოს სტრასბურგს უჯერებს, თითქოს რაღაცა ასე მოხდა მიდის ამ გზით და თითქოს შესაბამისად გამოკვეთილი უნდა იყოს ამა თუ იმ ყოფილი თანამდებობის პირის, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და უკვე შემდგომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა ტაჩს დაუკრავს ნებისმიერი twin ვიწრო კოცი ამ ყველაფერს სამართალი აღსრულდაო. თუმცა ჩვენ აქვე ვიტყვი რომ 24 წლამდეც ეს სტრასბურგმა 24-ში დაადგინა და 19-დან 24 წლამდე მთელი 5 წლის განმავლობაში ჩვენ სწორედაც რომ ამას ვამტკიცებდით, ჩვენ სწორედაც რომ ამას ვამბობდით, რომ გადაამეტა ეს ოხერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არ გააფრთხილა დემონსტრანტები, ამასაც ამბობს გენერალური პროკურორი, ერთდროულად გამოიყენა გაფრთხილების გარეშე რამდენიმე
რამდენიმე პოლიციური საშუალება დემონსტრანტების წინააღმდეგ და ასე შემდეგ და იმ ხანად ანუ 24 წლამდე 19-დან 24 წლამდე გახარია იყო პრემიერ-მინისტრი თუ არ იყო ღარიბაშვილი იყო მოგეხსენებათ დაბრუნდა ის ჩვენ კორუმპირებული ღარიბაშვილი ჩვენ მაქსიმალურად გვჭირ ხვნიდნენ ჩვენ მაქსიმალურად გვდევნიდნენ ჩვენ იურისტებს პირველ ყოვლისა ხო ცოდნეებს იმ საქმეებისა ეუბნებოდნენ რომ თქვენ დადუმდით თქვენ არიცით გახარია სწორი იქცეოდა და ასე შემდეგ ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები ახურებდნენ უკაცრავად სიტყვისათვის განსაკუთრებით რომლებიც უკვე შემდგომ ირაკლი კობახიძის თავრობის პირობებში პრაქტიკულად აიგრძალა ხო ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ანუ ხვალ რომ მოხდეს მსგავსი რამ და ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულმა პრემიერმა კიდევ რო გადაამეტოს ძალას შინაგან საქმეთა მინისტრმა თუ გნებავთ ასე ვიტყვი დღეს ვინც არის ეს შინაგან საქმეთა მინისტრი რა გვარია შინაგან გელაძე ხო გეკა რომ გადაამეტოს ემანდ ან გომელაურს გადაემატებინა და გადაამეტა ცხადია გომელაურმა უკვე შემდგომ პერიოდში უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორებიც ვოჩდოგებიც არ არიან კობახიძის გადაწყვეტილებით ამიტომ ვამბობ რომ ეს ყველაფერი სწორია ოღონდ თითქოს არის სწორი მათ შორის იმიტომ რომ ერთია რომ გახარიას აბრალებ კი არა სწორ პასუხისმგებლობას გამოჰკვეთ მის წინააღმდეგ და სწორია როდესაც მასზე საუბრობ მაგრამ იქ კადრები არავის არ ახსოვს ნუ თუ არავის არ ახსოვს როგორ მიუთითებს ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის დღესაც უფროსი გედედეს თანამშრომლებს რომ აი იმას ესროლეთ აი ნახეთ ის რაღაც დათვის ტყვია თუ რა ტყვიაც არის იმის მისამართით ესე პირდაპირ დამიზნებით მიჯრით ხო ასე ქვია ხო დამიზნებით ისროლეთ ამა თუ იმ დემონსტრანტის წინააღმდეგ მიუშვიდეთ იარაღი და ესროლეთ ამა თუ იმ დემონსტრანტს ჩემი კოლეგა თამარ ბაღაშვილიც იყო იმ ხანად და იმ პერიოდში იმ მომენტში იმ დღეს დაიჭრა დაზიანდა აი 15-25 სანტიმეტრიც და თამარს აქ თუ არ ვწდები მხარში მოხდა ხო ინგა ხო თამარს არა თუ მხარში არამედ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით შუქში მოხვედროდა მესმის რომ გახარიას პასუხისმგებლობა იქნებოდა გამოკვეთილი მაგრამ განასხვები უბრალონი იყვნენ მათ შორის გედედეს თანამშრომლები მათ შორის გედედეს უფროსობა მათ შორის სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებად წოდებული სტრუქტურების ხელმძღვანელები მათ შორის პირველ ყოვლისა ჩუბინიძე თუმცა განვაგრძოთ ამ ნახევარსიმართლის მთქმელი კაცის გენპროკურორის სიტყვის მოსმენა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა პოლიციების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედება. შესაბამისად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. როდის ჩაატარეს ისიც ეგრეთ წოდებული არაერთი საგამოძიებო მოქმედებები აქ გაგანია მიტინგები ერთი წელია მიტინგები გრძელდება. იცით თქვენ და ამ დროს უცებ გამოჩნდნენ ტიპები ამდენი ხნის განმავლობაში რომ გაჩუმებულები იყვნენ და დაიწყეს რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება რომ გამოიკითხეს ცალკეულმა დემონსტრანტებმა და ჟურნალისტებმა პირველ ყოვლისა გადადგინდა რომ ამათ თურმე უნდათ 20 ივნისის 2019 წლის 20 ივნისის საქმის ამოწევა პოლიტიკურია თუ არა კი ყველაფერში სწორია გენერალური პროკურორი მაგრამ რადგან გახარია არის ოპოზიციაში მან უღალატა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ ისჯება ის რადგან ოპოზიციაში არ წასულა მაგრამ მან უღალატა ბიძინა ივანიშვილს აგინარა და პოლიტიკიდან გაქცევა ქართული ოცნებიდან გაქცევა მოისურვა ამიტომ უნდა დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი არც ერთის და არც მეორეს ადვოკატად მე არც საზოგადოებრივი სივრციდან ადვოკატად ცხადია არ გამოვდგები ერთის და მეორეს ერთმანეთზე უარესები არიან მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ პოლიტიკური შინაარსი ამ ყველაფერს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს არ დავიცავ ცხადია არც ერთ მათგანს იმიტომ რომ ივანიშვილმა მათ წინააღმდეგ ლაშქრობა ირაკლი კობახიძისა დაგეგმა და განახორციელა სწორედ იმიტომ რომ ერთის და მეორეს მის წინააღმდეგ წავიდნენ ერთი პოლიტიკაში დარჩა გახარია უღალატ არა მას, მოღალატე არა მას, სისხლიან 9 წლიან რეჟიმთან შეკრული არა ბიძინა ივანიშვილის ტვინის ჭიუხებში ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია და მეორე კიდე არ წავიდა ოპოზიციაში, მაგრამ დათესვა აი ამ ჩასაძირად განწირული, ანუ ღარიბაშვილი ჩასაწირად განწირული გემიდან დათესვას სცადა, ანუ ირაკლი ღარიბაშვილმა აქ გენერალური პროკურორი ამბობს იმას, რაც უკვე გითხარით, ამბობს იმასაც, რომ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედებები, რამაც განაპირობა მოусმინოთ პრინციპში მეც რო შეცდომა არ მომივიდეს.
დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწვევა. ჩატარდა 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის, გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში. 2019 წლის 20 ივნისს საღამოს საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია წავყვეთ ამ ლოგიკას, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია არ დავიცვათ დემონსტრანტები და ოკეი ვთქვათ, რომ ეს დემონსტრაცია გადაიზარდა, მშვიდობიანი დემონსტრაცია გადაიზარდა არა მშვიდობიან ძალადობრივ, მოდი ასე ვიტყვი, აქცია დემონსტრაციაში, რომლის მიზანიც იყო, ვთქვათ, პარლამენტის აღება და ეს ხომ სისულელეა. ეს სისულელე სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი თავი გაამართლონ, მაგრამ მე არ გავაკრიტიკებ ამის გამო გენპროკურორს, იმიტომ რომ სხვა ამბები მაქვს სახსენებელი, სხვა აქცენტები მაქვს გასაკეთებელი და გავყვეთ ამ ლოგიკას. კი ბატონო. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სადაპარტ ოდი შაბასობაში რეკლამა ჩაირთვება. ჩაუწიოთ ცოტა ამ Facebook-ზე როგორი რეკლამები წამოვიდა რა. ბოდიში ახლა 8 წამში გაივლის. აი ეს მდგომარეობა არის გენპროკურატურამ და სრულად სახელმწიფოდ წოდებულმა ბანდამ დაიწყო განვაგრძოთ ბოდიშ ვიხდი. დაიწყო უკვე გახარიაზე დიდი შეტევაც კი. და გახარიას არ უშველა მისი პარტიის, კი არა უქმებენ მის პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართავენ, მაგრამ გახარიას არ უშველა მისი პარტიის შეშვება, ბოდიშ ვიხდი ამ სიტყვისთვის მიტენვა ამ პარლამენტში ეს დეპუტატები 12 თუ არ ვწდები, ხო ლაპარაკობენ რაზე? საყოველთაო პრობლემებზე კი არ ლაპარაკობენ. ცხადია ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მუნის პრობლემა როგორ აღმოვხვრათ ქვეყანაში, რომელიც გაუქმების წინაშეა და ამისთვის გაუშვა მის მამამრჩეველმა რა გაუშვი. ხო, მამამრჩეველმა პარლამენტში თუ მაინც და მაინც გახარიამაც წესით გახარიასაც ამისთვის უნდა გაეშვა, ისინი ლაპარაკობენ მუნზე. არა იმაზე, რომ ოკუპაცია გრძელდება, არა იმაზე, რომ ბიზნესი დაივანიშვილი პერსონალურად ადამიანის ფლევებს არ მგებს, არა იმაზე, რა მდგომარეობაში არის ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლების რეფორმას, არა, ლაპარაკობენ მუნზე. დიახ, არ ვუტრირებ მუნზე, რაც ცხადია, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სეგმენტში შედის ეს განა არა, მეც ვახურებ ეხლა. მათზე თავდასხმა, მათი მითების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელობით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება. ყოველგვარი გედედეს თანამშრომლებისთვის დაუვალებია და ხომ არ გახსოვთ ვინ იყო? მე არ მახსოვს ოღონდ გულხელხელას ვინ იყო გედედეს ხელმძღვანელი იმ ხანად? ყარება იყო, არ ვიცი. გეკითხებით უბრალოდ მართლა მაინტერესებს. გედედეს თანამშრომლებისთვის დაუბარებია და უკანონო ბრძანების, აკი ამას ვეუბნებით ყოველდღიურად პოლიციელებს, ვეუბნებით მეც ვეუბნების სხვების, რომ უკანონო ბრძანებას რო ასრულებ, შენ შეიძლება რომელიღაც ეტაპზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისროს, როდესაც უკანონოდ აკავებ ამ მოქალაქეს, როდესაც უკანონოდ ხერგავ მოქალაქისათვის გადაადგილების გზას შესაძლებლობას არ აძლევ, როდესაც უკანონოდ აკავებ და ასე შემდეგ. გადავახტებით თქვენის ნებართვით მოვლენებს. დიახ, საშინელი იყო 20 ივნისი 2019 წლისა, მაგრამ ეს იყო პრელუდია, ასე ვიტყვი. ეს იყო ჟურნალიო, ასე რომ ამბობდით, როდესაც კინოთეატრებში მივდიოდით, კინოთეატრ ამბინანსათო კინოთეატრ რუსთაველში და ვიდრე ფილმი დაიწყებოდა, მანამდე რაღაცა ესეთი ტელეჟურნალები თუ კინოჟურნალები უფრო ზუსტი რომ იყო გაშვებული, რაღაცა ერთგვარად შევყავდით როლში, პროლოგი იყო და უკვე შემდგომ იწყებოდა თავარი ფილმი ნებისმიერი შინაარსისა და რა მოხდა გაცილებით კი არა 4-5 წლის თავზე გაცილებით მეტად დაარღვია სახელმწიფომ, რომელსაც აქვს ექსკლუზივი ძალის გამოყენებაზე და არა ძალადობაზე. გაცილებით მეტად დაარღვია ადამიანის უფლებები 2024-ში, 2023-ში, 24-ში, 25-ში და იმ ხანად ღარიბაშვილი ხომ იყო პრემიერ-მინისტრი ერთი ხანობა ცოტა ხანი 23, მაგრამ უფრო იყო პრემიერ-მინისტრი ეს უკანონო ბანდიტი ირაკლი კობახიძე და მე გეტყვით, თავარც გეტყვით, თუ გახარიას ედავება მოცემულ ეტაპზე კობახიძე
მახვილს იღებს გახარიას წინააღმდეგ ამავე მახვილით განიგმირება ოღონდ ის მახვილი იმ მახვილს დაიჭერს ან მომავალი პრემიერ-მინისტრი რაგვარიც იქნება რა მნიშვნელობა აქვს მარიამ კვივიშვილი პირობითად ლაპარაკობ ხო ან სხვა ვინმე ან უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი რომელიც რასაკვირველია თავად იღებს გადაწყვეტებას ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა მახვილითვე განიგმირება ირაკლი კობახიძე რომელიც ახლა თითქოს ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხვება ამ დინამიკას ასე ვიტყვი ამ ჩარჩოს რომ დაირღვა იქ ადამიანის უფლებები განაარა რასაკვირველია თავისიანებს ჩვენიანებსაც მებრძვით არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებსო ნაციონალურ მოძრაობას არამედ აგე ჩვენი ორი პრემიერ-მინისტრი დავსაჯეთ ოღონდ ეს დასჯაც თუ გულახდილი ვიქნებით ფასადურია და ამავე მახვილით განიგმირება როცა იქნება ირაკლი კობახიძე ოღონდ ამ სხვა შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი აიღებს ამ მახვილს და ეტყვის რომ 24 წლის დეკემბერში შენი გედედეს თანამშრომელი წიხლს რო ურტყავს შუა რუსთაველზე გახსოვთ ხო ის საშინელი კადრები ან ტიტუშკები რომ არიან გამოსულები ზემო მთაწმინდაზე და ჟურნალისტზე რო ძალადობენ ან მეორე ჟურნალისტზე რო ძალადობენ გურამზე ამ შემთხვევაში რო გავაზრდე იმ შემთხვევაში მაკაჩიხლაძეზე რო ძალადობენ ხო ესენი მომენტ უკაცრავად სიტყვისთვის ჩვენში რომ დარჩეს ვისი ბრალია და გამოძიებამ დაადგინა რომ და ირაკლი კობახიძე ვირის ის იქნება უფრო ძიმედაც დაისჯება მეორე ეპიზოდი ეხება აღარ გავაგრძელებ ახლა ამ გენ პროკურორის ბრიფინგის ჩვენებას თქვენთვის ეხება ჩორჩანას ინციდენტს თეატრულუკიანის კომისიის ბანდისტთა კომისიის დასკონის საფუძველზე გიორგი გახარიას აქვს წაყენებული ეს ბრალი რომ ჩორჩანაში ჩააყენა რა საგუშაგო ამ საგუშაგო არ უნდა ჩაეყენებინა პრემიერ-მინისტრს უკვე პრემიერ-მინისტრია თუ შინაგან საქმეთა მინისტრია და მერე პრემიერ-მინისტრია არ უნდა ჩაეყენებინა იმიტომ რომ ამან დამატებითი ოკუპაცია გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის ნაწილისა და ლამის კონფლიქტამდე ახალ კონფლიქტის განახლებამდე მივიდა საქმე რაც არცებითი ტყუილია ერთადერთი კარგი საქმე რაც აქ პრემიერ-მინისტრობის დროს გაკეთებული გიორგი გახარიას ჩემეული შეფასებით სუბიექტურია ეს შეფასება ეხლა ვინმე მისი მომხრე ეთქვის რომ აგე მეორე საქმე და აგე მესამე საქმეო მაგრამ ჩემი აზრით ეს გლობალურ საქმეებს შორის მაინც ეხა ასე უნდა ვთქვა რაც აქვს გაკეთებული გიორგი გახარიას ეს არის ჩორჩანის საგუშაგოს ჩადგმა რომ ადამიანები კი არა ჩვენი მესაზღვრეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააკვირდნენ ოკუპანტების გადაადგილებას რომ ეს ხელახალი ოკუპაცია განმგრძობითი ოკუპაცია მავთულ ხლართებიზაცია საქართველოში ხო არ მოხდეს არ მომხდარიყო ასე ვიტყვი მე ვერ მივედავები გიორგი გახარიას ამ ნაწილში იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩორჩანაში ჩააყენებდი თუ არ ჩააყენებდი საგუშაგოს რუსებს თუ განზრახული ჰქონდათ რომ რაღაც რუკებით ეხემძღვანელად და შემოეწიათ საზღვრები ხაშურის რაიონში ამ ნაწილში ოკუპაციის ხაზი გაეზარდათ ისინი ამას ისედაც გააკეთებდნენ და ამ ჩორჩანის საგუშაგოს თუ რამ შეეძლო ისიც შეეძლო მხოლოდ პრევენცია ან მონიტორინგი მოდი ასე მონიტორინგ პრევენცია დაფიქსირება და გადავადება თუ გნებავთ ასე ვიტყვი ოკუპაციის ახალი ხაზების წარმოქმნისა რასაც აკეთებდა გიორგი გახარია რაში და ამაში ვერ მივედავები თუ მაინც და მაინც სადაბოა გიორგი გახარიასთან მოდი ყველაფერი ვთქვათ ხო ამას არ იტყვის პროკურატურა ხო თუ მაინც და მაინც რამ სადავოა არის ის რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს გაჩერდა ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი კონსორციუმის პროექტი აი ხაზარაძე რომ იყო იმ მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა გიორგი გახარია და არა მხოლოდ გიორგი გახარია მაგრამ სხვებზე ოდნავ მოგვიანებიდან სხვა დროს ვილაპარაკოთ რომ ეს პროექტი ჩაშლილიყო ჩავარდნილიყო და სხვებზე რომ ვილაპარაკოთ მეთქი მე კონსორციუმის ცალკეულ ხელმძღვანელებზეც მომიწევს ადრე იქნება თუ გვიან ამ თემაზე ლაპარაკი ახლა ცოტა მიმალულებზე კონსორციუმის ხელმძღვანელებზე კვლავ ვიმეორებ და არა წევრებზე რომლებიც მიმალული არიან ახლა და აი იმ ანაკლიაზეც არაფერს ლაპარაკობენ სხვათა შორის მაგრამ გახარიას პასუხისმგებლობა იყო ის რომ ანაკლია ჩავარდა ფორმალურად იმ დრო პრემიერ-მინისტრი იყო და გახარიას პასუხისმგებლობა იყო ის რომ არა მხოლოდ მან სხვებმაც მაგრამ პრაქტიკულად გააგდეს ამერიკელები და არაერთხელ მithქვამს რომ ეს არის კომპანია ცერბერუსი მინიმუმ
ერთი ამერიკული კომპანია და თუ არა და AG გიორგი გახარია და AG მე და AG გიორგი გახარია, როცა უნდა ეს ეჭმიტანილი ჩორჩანასა და 20 ივნისის ამბებზე ჩამერთოს და ამაზეც ვილაპარაკოთ, ხო, მან წესით იცის რომ მე ვიცი ეს ყველაფერი და წესით კი ნამდვილად იცის ეს ყველაფერი. ჩამერთოს როცა ჩათვლის საჭიროდ კონტექსტი იგულისხმება. რაც შეეხება რატომ არ ლაპარაკობს გენპროკურატურა, ანუ კობახიძის გენპროკურატურა ანაკლიის სეგმენტზე, იმიტომ რომ გახარია მარტო კი არ მიუღია ეს გადაწყვეტილება ამერიკების განდევნის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება გახარია მიიღო ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებით, ამასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ და ბიზინა ივანიშვილმა ჩასჭალა პირველ ყოვლისა ფორმალურ თანამდებობაზე არ არის იმ ხანად და არც უკვე შემდგომ და არც მანამდე კიდევ გარგახარის განმავლობაში ბიზინა და თუ მიედავებიან ანაკლიის ჩაშლაშიც და ეს ალბათ ყველაზე უფრო სერიოზული ბრალდება იყოს ჩორჩანასთან შედარებით, ეს მართლა სერიოზული ბრალია, ხო? ამ შემთხვევაში გახარია, სადაც არის ბერლინში თუ სადღაც უცხოეთში, მოკლედ დაადებს ხელს ბიზინა ივანიშვილს. მან მიბრძანა ანაკლიის ჩაშლაო, იტყვის გახარია ამას. დათასპაშკასა თუ თაშხიასავით გავაბივიდა, რანჟას არჩიმელიასავით, ხო? იტყვის გახარია ამას. და მძიმე პროცესები წავა, იმიტომ რომ ისეთი ამბები ამოიწევს, არა მარტო იმ წერილისა, რომელსაც ბადრი მამუკა აფრიალებდნენ და მე რატომღაც მამუკა შეხვდა, სადაც შეხვდა იქ გახარია საარჩევნო კონტექსტში, ხო? არა მარტო ის წერილი ამოიწევს, ჩვენში რომ დარჩეს. კარგით, კარგია რომ ეხლა მე ამ თემაზე არ ვლაპარაკობ. მოკლედ, ამბავი არის ესეთი. გახარია 13 წელი. ჩამოვა, დაიჭერეთ. სისხლის ხო, ეგრა მაგის პასუხია და ამ 7 მილიონის მინიმუმ მომპარავ გამთეთრებელი როა ირაკლი ღარიბაშვილს მილიონი ჩაატანინეს და ახლა მოსაშვილზე ზეითქვეით დადის ზე ვით არის ეს ასორტიდან ვიდრე ლუკა პოლარემდე ანუ ვაკის პარკამდე პრაქტიკულად აისეირნებს ჩამოის არა ვერ ბედავს რასაკვირველია მაგრამ ისე ვუტრირებ ფული აქვს მოსადანი და გახარიას რატო ჩვენში დარჩეს ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღკვეთი ღონისძიება საპატიმრო რატო გახდება რა დააშავა რაგან არ დააშავა მაგრამ არ არის ეს სამართალი წარმოება მის წინააღმდეგ არ არის სრულიად სამართლიანი თუ სრულიად სამართლიანია მაშინ თეაწო ლუკიანიც რომელიც ვიცე-პრემიერი იყო ჩორჩანის ინციდენტთან დაკავშირებით ამბავთან დაკავშირებით ბუნებრივია იყოს საქმის კურსში თეაწო ლუკიანიც მაშინ ბორკილ დასადებია ის აქ არის შეგიძლიათ დაიჭიროთ გენერალურ პროკურატურას მიმართავ მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად იცავს დეპუტატის იმუნიტეტი. ასევე შეგიძლიათ დაიჭიროთ, მას არ იცავს დეპუტატის იმუნიტეტი, მერერა რომ მიეტენა კალაძის პირველ ყოვლისა და ზოგადად ბიზინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაური სუსის უფროსი იყო, თქვენ გონიათ მართლა არ იცოდა, ჩორჩანაში რაც ხდებოდა, ჩვენში დარჩეს, ოღონდ გახარიას არ ვიცავ მე. ეხლა უკვე ისე თუთაშხიას პერსონაჟს დავებსგავსე. ხო? ფილმიდან. და სულუკიანი გომელაური სხვები და სხვები ალეკო ტაბატაძემ თქვენ გონიათ არაფერი არ იცოდა ამასთან დაკავშირებით დიდი ამბებია ხელისუფლებას წოდებული ბანდა ევროპას მე ამ კუთხითაც თუ შეხედავ აჩვენებს რომ აგემე როგორი სამართლიანი ვარ კორუფციას ვებრძვი ჩემთან უკვე ჩემს პირობებშიო კობახიძე ამბობს კორუფცია არ არისო ყოფილებს, მაგრამ ჩემიანებს, აი ჩემს პარტიაში რომ იყო ორი პრემიერ-მინისტრი, მართლა შეიძლება დაიჭიროს ერთიც და მეორეც, კარგი, ვერ დაიჭერს მეორეს, გახარიას გაქცეულია, ალიბაშვილს მართლა შეიძლება დაადოს ბორკილები 1, 2, 3 თუ არ ვწდები არის 4 მინისტრის პასუხისმგებლობის მინისტრის მოადგილეებზე და განყოფილების ხელმძღვანელებზე და რაღაც ფედერაციების ხელმძღვანელებზე არც ვლაპარაკობ. და თევზი ყარს რეალურად თავიდან არ იქნება სამართალი არ იქნება თევზი სთავი ამგვარი აყროლებული არ იქნება სხეულიც აყროლებული და ეს არ ვიცი ამდენ პატიოსანი ხო როგორ დავარქვა უწოდო ამ კაცს პატიოსანი გენერალურ პროკურორს ხო მაგრამ ეს პატიოსანი კაცი თუ მოკლედ ეს კაცი გამოვა ასეთივე აპლომბით და იტყვის რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეკისრა ირაკლი კობახიძეს იმიტომ რომ დეკემბერში ლამის მოკვდა მიტინგებს რო არ ბევრდა გაცილებით უარესად გედედე ლამის მოკვდა რამდენიმე ადამიანი კახარიას დროსაც ლამის მოკვდა განა არა გადარჩენილები ვართ ოღონდ მართლა
და ბიძინა ივანიშვილი კიდე ხელთათმანიანი გამოდის და არა ამთლად საქმე ასე. ბიძინა ივანიშვილია დამნაშავეთა შორის დამნაშავე სულ მინიმუმ, იმიტომ რომ 5 შერჩეული პრემიერ მის მიერ შერჩეული პრემიერიდან 2 აღმოჩნდა კორუმპირებული, 1 და ხარიბაშვილი და საერთოდ ტერიტორიები ჩაუბარებია ჩორჩა და რუაღბართან. ეს თავდაცვის მინისტრი კორუმპირებული აღმოჩნდა, მოღალატე აღმოჩნდა, მისი შერჩეული 1 პრეზიდენტი, მისეული გაგებით მოღალატე, მარგველაშვილი და მისეული გაგებით მოღალატე აღმოჩნდა მეორე პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგად შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაიწყო, ეგრა მაგის პასუხია. თავდაცვის მინისტრი, იქ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უსუსის უფროსი ისი გულისხმება, აგვარია ლილუაშვილი. იქ რაღაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმკვლელობის მცდელობის ბარო ქონდა ის თავმჯდომარე რაღაცის ფედერაცია, რაღაცის ასოციაცია და ასე შემდეგ. და ვისი ბრალია? სტალინისა. ბიძინა ჯუღაშვილისა ან იოსებ ივანიშვილისა. უფრო სწორად აყროლებული სხეულის თავი თევზის თავისა. ნახვამდის.